საღამოშვიდობისა მეგობრებო, მოგეკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით და დღევანდელი გაშლა იქნება საკითხზე, ვინ შემოდის თქვენს ცხოვრებაში, თქვენს პირად ცხოვრებაში, აი ამ წლის ბოლომდე. მოდი ვნახოთ აბა. ვინც რეზონირდება მათზე, ვისაც არავინ არ ყავს, პარტნიორი არ ყავს, ან დაშორებულები ხართ და ელოდებით, ან საერთოდ არ ყავთ ამ წუთას არავინ, არავისი არ ფიქრობთ და ვინ შემოდის ვნახოთ. ჯერ გავიგოთ რა ენერგიებში იმყოფებით, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ თქვენ, რა ენერგიებში იმყოფებით და რომ მიხვდეთ რამდენად რეზონირდება თქვენზე. ვინც ახლა აი ამ ვიდეოს უყურებს, რა ენერგიებში იმყოფებით თქვენ. საინტერესო. ზუსტადაც რომ პირადს ეხება. ზოგადი ფონი, მეგობრებო, ესე დაგანახებთ, არის ესეთი აბსოლუტური ტრანსფორმაცია გაქვთ ცხოვრებაში, აი ესეთი დეპრესიული სიტუაციებიდან გამოსვლა და როგორი ტრანსფორმაცია იცით, რომ აი როგორ გითხრათ, ერთი საშინელი სიტუაციიდან გადასვლა აი რაღაცა ძალიან კარგ სიტუაციაში. საშინელი სიტუაცია ვიგულისხმე ის, რომ თქვენ შეიძლება გქონდეთ ძალიან ისეთი დიდი მიჯაჭვულობა ადამიანის მიმართ, ძალიან ისეთი ემოციური, სექსუალური, უფრო აი ესეთი მიჯაჭვულობა გქონდათ ადამიანის მიმართ, საიდანაც გამოდიხართ. ან უკვე ხართ გამოსულები, ესეთ ენერგიებში ხართ, აი რაინდულ ენერგიებში, აი ხო ხვდებით, გამოუცდელი და ესეთი კი არა, აი უკვე რაღაცა რომ ისწავლეთ რა, აი ამ ყველაფრიდან, აი ამ გულის ტკენებიდან, რომ გამოდიხართ, ტრანსფორმაცია ხდება თქვენში და რაღაცა რომ გაქვთ ნასწავლი. ვერ ვიტყვი რომ აი უდიდესი გაკვეთილი გაქვთ უკვე გამოტანილი ამ სიტუაციიდან მეთქი, მაგრამ აი ეს რაღაცა ცოტა ესე ვიტყოდი, რომ თითქოს მაინც რაღაცა ეს სიბრძნე გაკლიეთ და როგორ რამეს აკეთებთ იცით, აი ხვდებით რომ უნდა წახვიდეთ ამ სიტუაციიდან აუცილებლად და ისეთ ენერგიებში, აი იმპულსურ ენერგიებში ხართ, მოქმედებებში ხართ, აი მოქმედებთ ნამდვილად, აკეთებთ ბევრ რამეს იმისთვის, რომ თქვენ აი ასეთი მიჯაჭვულობებიდან და გულის ტკენის სიტუაციებიდან გამოხვიდეთ, მუშაობთ თქვენს თავზე და შეიყვართ თქვენი თავი. აი ამ ენერგიებში იმყოფებით ახლა. შეიძლება ვიღაცები საკმაოდ ბევრს გადაადგილდებით, სხვათა შორის, არ ვიცი, ვინსად დადიხართ, გადაადგილება არის ნამდვილად, ძალიან ბევრს გადაადგილდებით და მუშაობთ იმაზე, რომ შეიყვაროთ უფრო მეტად საკუთარი თავი და გამოგაქვთ, აი ნელ-ნელა გაკვეთილ სწავლობთ იმ ურთიერთობიდან, რაც გადაიტანეთ, ასე ვთქვათ რა და აი ეხლა გადაგაქვთ. ხო, ვერ ვიტყვი რომ აი ეს სიტუაცია ბოლომდე არის ამოძირკული, ასე ვთქვათ, თქვენი შინაგანიდან, მაგრამ თქვენ ამისთვის ძალიან ბევრს აკეთებთ. რომ პირველ რიგში შეიყვაროთ საკუთარი თავი. კაი, მშვენიერია. ყოველთვის ვაფასებ, როდესაც ადამიანი საკუთარი თავისთვის მოქმედებს და მოქმედებს იმისთვის, რომ უკეთესად იგრძნოს თავი და არ აქვს მნიშვნელობა ამისთვის რას აკეთებს, ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია, ხო ეს, ვინ როგორ გრძნობს თავს უკეთესად, ვინ რა სიტუაციაში გრძნობს თავს უკეთესად, ხო და როდესაც ადამიანი აი ამისთვის აკეთებს ბევრ რამეს, ეს ძალიან დასაფასებელია და უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საკუთარი თავის სიყვარული, როდესაც საკუთარი თავისთვის აკეთებ რაღაცას. კარგი, მოდი ვიკითხოთ აი ამ წლის ბოლომდე ვინ შემოვა თქვენს პირად ცხოვრებაში.
ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, აი ამ წელს ბოლომდე ვის შემოვა თქვენს პირად ცხოვრებაში, გავიგოთ. პირდაპირ ესეთი არკანი მიშვენა. კაი რა, აქ ნამდვილად არის ისეთი სიტუაცია, მეგობრებო, სიტუაციას, რომელიც იყო გაჩერებული, არ იწუროდა ადგილიდან, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ აქ რაღაცა იმ თითქოს უკვე ეს განცდები და ეს დეპრესიული ფონი და ერთი ამბები ჩამცხრალია ამ სიტუაციაში, მაგრამ მაინც გაჩერებულია, აი ეს სიტუაცია დაიძვრება თითქოს ტრანსფორმაციას განიცდის ეს სიტუაცია, თქვენი, აი ასე ვიტყვი, თქვენი პირადი ცხოვრება განიცდის ტრანსფორმაციას, აი ხო, ზუსტად ეს არის და ტრანსფორმირდება იქითკენ თუ იმისკენ, რომ თქვენ გექნებათ სრული ჰარმონია, ემოციების ზღვა, ემოციების და გრძნობების ზღვა და აი სიყვარული, ერთმანეთის სიყვარული. ანუ თქვენს პირად ცხოვრებაში შემოდის აი ეს სიტუაცია. კარგი, ეს სიტუაცია შემოდის, მაგრამ თვითონ ადამიანი ვის შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში? აბა ნახოთ. ვის მოაქვს აი ასეთი სიტუაცია თქვენთვის, ვინ არის ეს პიროვნება, ვის შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში, ვისთანაც გექნებათ აი ასეთი ემოციებით დატვირთული, ემოციებით და გრძნობებით დატვირთული ურთიერთობა და საკმაოდ დიდი ჰარმონია. ვინ არის ეს პიროვნება, ვინც შემოდის თქვენს ცხოვრებაში? ოჰო. საინტერესო. აქ ვიტყოდი, რომ თქვენ, ქალბატონები, ვინც მიყურებთ, საკმაოდ ისეთი ვიტყოდი, რომ შეიძლება ისეთი არჩევნის წინაშე, ხო? ნუ, აქ ვერ ვიტყვი, რომ ერთი პიროვნება შემოდის. ნამდვილად და თქვენ შეიძლება მოგიწიოთ რა მომენტი, იცით, რომ აი ორი ადამიანი შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, აი ასე ვთქვათ, ხა ცუდად არ ვამბობ, მაგრამ აი შეიძლება სოციალურ ქსელში ორმა პიროვნებამ მოგწეროთ და ეს ორივე იყოს ისეთი პიროვნება, ვინც თქვენ გაკმაყოფილებთ რაღაც დოზით, ერთი რაღაც დოზით, მეორე რაღაც დოზით გაკმაყოფილებთ და აი ცოტა საკმაოდ იცით როგორ იგრძნობთ თავს, აი სავსედ, აი თითქოს რაც გაკლიათ ურთიერთობებში, ეს ორი ადამიანი გავსებთ და სხვათა შორის ორივე ცოტა იცით როგორი ცოტა ისეთი დამაბნეველი სიტუაცია არის, რომ თქვენ არჩევანის წინაშე იქნებით ნამდვილად, მეგობრებო, რომ აი რომელი აირჩიოთ, ცოტა გაგიჭირდებათ არჩევა. ხო, კიდევ იმას ვიტყვი, რომ ვიღაცასთან შეიძლება რეზონირდეს ისე, აქ რადგან ხმლების მეფესაც მოვკარი თვალი, როდესაც გადავშალე, ვიღაცასთან შეიძლება რეზონირდეს ისე, რომ ეს ერთ-ერთი პიროვნება იყოს წარსულის ადამიანი. და აქ რა ხდება, იცით, რომ აი ეს თასების რაინდი, კვერთხების მეფე, ორივე საკმაოდ იგრძნობთ, რომ ორივე ადამიანი საკმაოდ ბევრს აკეთებს თქვენთვის. ორივე ადამიანისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პიროვნება ხართ თქვენ. ორივესთვის იცით როგორი პიროვნება, აი საყვარელი ადამიანი. აი ესეთი პიროვნება იქნებით ორივე ადამიანისთვის, მაგრამ თქვენ ცოტა გაგიჭირდებათ ნამდვილად არჩევნის გაკეთება და მოგიწევთ უბრალოდ არჩევნის გაკეთება, მაგრამ ერთი ყველაზე დიდი პლუსი ამ სიტუაციას აქვს ის, რომ აი ეს ამ ადამიანების ქმედებები, ამ ადამიანების ეს ემოციები, აი ეს რაღაცა
კომპლიმენტები და აი მთელი ეს რაღაცა რომანტიულობა, ხო? აი ესეთი სიტუაცია, თქვენ უდიდესი ბედნიერებით აკავსებთ და თქვენ გაგხდით აი საკმაოდ თავდაჯერებულ, საკმაოდ მიმზიდվել და საკუთარი თავის შეყვარებას დაიწყებთ. აი დაწყებული გაქვთ ისედაც, მაგრამ აი ეს სიტუაცია, რომ ესეთი ორი ადამიანი გამოჩნდა, ორივე ძალიან კარგია, ორივე რაღაცას აკეთებს თქვენთვის, ხო? ეს სიტუაცია თქვენს თავდაჯერებულობაზე, თქვენს ქალურობაზე, ხო, აი ძალიან კარგად იმოქმედებს. მშვენიერი. აი გაანათებთ, რასაც ქვია პირდაპირ მნიშვნელობით, თითქოს აი ამ ტრანსფორმაციაში ახლა რაშიც ხართ, ხო? აი ეს სიტუაცია ძალიან დაგეხმარებათ, წაგადგებათ და აი უფრო მეტ თავდაჯერებულობას მოგიტანთ. კი ბატონო, კიდევ რა შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში? ახალი ვნახოთ კიდევ რა შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში ახალი? რა სიტუაციები შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში? აი ხომ გითხარით ხმლების მეფე, მეგობრებო. საინტერესოა. აქ რა სიტუაცია, ახლა გეტყვით. ვინც არიცით, დაპირულად მიყვართ, გეტყვით, რომ ჩემთან ვარიანტები არ არის, მაგრამ ბევრჯერ ერთი და იგივე კითხვას ვსვავ, რომ ვიღაცასთან ერთი რეზონირდება, ვიღაცასთან მეორე. ეს შემთხვევა არის როგორი, იცით, რომ ვიღაცასთან შეიძლება დაბრუნდეს ყოფილი მეუღლე, ვიღაცასთან პარტნიორი ყოფილი და დაბრუნდეს როგორც იცით, აი ძალიან დიდი შემოთავაზებით, სერიოზული შემოთავაზებით ადამიანი, რომელთანაც ზუსტად ის მიჯაჭვულობა გქონდათ, აი თავში რაც ვთქვი, მეგობრებო. აი ეს ზუსტად ის მიჯაჭვულობა გქონდათ და რომელსაც ეხლა ებრძვით. აი ეს ადამიანი შეიძლება დაბრუნდეს, ასაკით შეიძლება პატარა იყოს თქვენზე, სხვათა შორის, ამასაც ვიტყვი, პატარა ასაკით ან დიდი პიროვნება ასაკით თქვენი თანატოლი, მაგრამ გარედან კი ჩანს ესეთი რაღაცა თავდაჯერებული ცივი და ასე შემდეგ, მაგრამ შინაგანად საკმაოდ ისეთი ჩამოუყალიბებელი პიროვნება. აი ესეთი ვარიანტი. ეს პიროვნება ბრუნდება თქვენთან ძალიან სერიოზული შემოთავაზებით, რაც თქვენ სხვათა შორის ეს რომ დაბრუნდება, თქვენ შეიძლება უკვე დაკავებული იყოთ, აი ყავდეთ ვინმე პარტნიორი, ვისთანაც თავს ნამდვილად აი იმპერატრიცად გრძნობთ რა და ამ დროს დაბრუნდეს აი ეს ჯოჯო, მაპატიეთ, აი წამომცდაც არა, აი მეთქმევინა. იმიტომ რომ ადამიანის მიმართ რომ გაქვს აი ეს არაჯანსაღი მიჯაჭვულობა, ხო? საკმაოდ რთულია გადასატანა და თქვენ ახლა ამას რომ მებრძვით და კიდევ ეს მოდის, ხო? მართლაც ჯოჯოა თქვენს ცხოვრებაში, ესე ვიტყოდი და თქვენ საკმაოდ დაგაბნებთ ეს მისი ეს შემოთავაზება, გაგაოგნებთ და აი სრული ბურუსი გექნებათ თავში, რომ ეხლა რა გავაკეთო, რასაც ყოველთვის ოცნებობდით, თითქოს ისეთ დროს აგიხდებათ, რა დროსაც არ ელოდებით და რა დროსაც საერთოდ არც არის საჭირო მისი გამოჩენა. ხო. საკმაოდ ისეთი მომენტი გექნებათ რა, აი გაურკვევლობაში ჩაგაგდებთ ამ პიროვნების გამოჩენა. თუმცა ძალიან ისეთი დიდი შემოთავაზებით ნამდვილად კი მოდის. მაგრამ კაცმა არ იცის თქვენ რამდენი ხანი ელოდებოდით მის ამ შემოთავაზებას. კარგი, ნახოთ კიდევ რა, მოდი ამებს ავიღებ, ხო? კიდევ ერთხელ ვიკითხავ, რა სასიამოვნო, მოდი ესე ვიკითხოთ ახლა.
რა სასიამოვნო სიახლე მოდის თქვენს პირადში აი ამ წლის ბოლომდე. რა სასიამოვნო სიახლე მოდის თქვენს პირადში აი ამ წლის ბოლომდე. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა მოდის თქვენს პირად ცხოვრებაში ამ წლის ბოლომდე. აქ რა ხდება? მეგობრებო, აი წეგან რაც ვთქვი რა, წუთით. აქ არის სიტუაცია და ადამიანი რომელთანაც გეგუნათ რომ საერთოდ დასრულდა ეს დაამთავრდა რა მასთან სიტუაცია და გატრიალებული იყო, ან თქვენ იყავით გატრიალებული, არ აქვს მნიშვნელობა და თითქოს აღარც ფიქრობდით რომ დასრულდა აბსოლუტურად ეს მტკივნეულად დასრულდა, მაგრამ დასასრულია და არც ერთს აღარ გაძლევდათ ეს ურთიერთობა არაფერს. ნახოთ აბა რა შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში. ეს პიროვნება ცოტა შიშით, მაგრამ მაინც რაღაცა ნაბიჯები ექნება თქვენს. შეიძლება აი რაღაც სადმე შეიძლება სოციალურ ქსელში ისაუბროთ. აი ხომ გითხარით, შეხედეთ, აი წეგან რაც ამომივიდა, ზუსტად იმპერატრიცა, რამდენი ავჩეხედა, მაინც ისე ამოვიდა. იმპერატრიცა და მთვარე ერთად. ანუ ამ პიროვნების ეს გამოჩენა მოულოდნელი, რომელიც გეგუნათ რომ საერთოდ აღარც გამოჩნდებოდა, თქვენ კი გაგახარებთ, კი რაღაცა ესეთი ოჯახური და სასიამოვნო შეხედეთ, როგორი იმპერატორის პოზიციით მოდის ხო თქვენთან, თქვენ იმპერატრიცა ხართ. საკმაოდ სერიოზული შემოთავაზებით მოდის ეს პიროვნება, მაგრამ თქვენ გექნებათ სრული შოკი. აი არ ვიცი. სრულიად უკაცრავად მომიწია გაჩერება, ხო და აი ესეთი იმპერატორული სერიოზული პოზიციებით რაღაც ოჯახობისთვის კი მოდის, მაგრამ თქვენ გექნებათ აი არ ვიცი, სრული ქაოსი თავში გაურკვევლობა. და აი ის არჩევანი ზუსტად, რომ ვიღაცა ვფიქრობ, რომ ვიღაცა იქნება თქვენს ცხოვრებაში ისეთი, ან რომც არავინ არ გყავდეთ, ხო, თქვენ უკვე ისეთ პოზიციაზე იქნებით, რომ და ამ ადამიანის გამო იმდენი რამე გაქვთ გამოვლილი, რომ თითქოს ვეღარც დაუჯერებთ ამ ადამიანს, რომ ეს ასეთი სერიოზულობით დგავს თქვენსკენ ნაბიჯებს. თუ ეს მეუღლე იყო, მას ენდომება ისევ თავიდან, თუ დავუშვათ ოფიციალურად ესე ხელი გაწერილი და ისეთი დაშორებულები იყავით, ენდომება თავიდან ქორწინება თქვენთან. თუ მეუღლე არ იყო, ეს პიროვნება, ვისთანაც გაწყვეტილი გქონდათ ურთიერთობა, ვისთანაც უდიდესი მიჯაჭვულობა გქონდათ და დღემდე ებრძვით აი ამ მიჯაჭვულობას, აი ეს პიროვნება დაბრუნდება საკმაოდ ესეთი დიდი შემოთავაზებებით. აი თქვენი გზები ისევ გადაიყრება და კიდევ იმასაც ვიტყვი, რომ ფონი რადგან მაგი ამოვიდა, თუ ამ პიროვნებას ჰქონდა აი ესეთი მანიპულატორული გამოვლინებები, აი ამასაც ვიტყვი აუცილებლად, უფრთხილდით მის ამ საქციელებს, ისე რომ შეიძლება ისევ რაღაცა აი ეგეთი მანიპულაციებით დაიწყოს ურთიერთობა. დაგემშვიდობებით მეგობრებო, მე მშვიდ საღამოს გისურვებთ ყველას დროებით.